2025-2026 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველ კლასელთა რეგისტრაციის ვადები და პირობები განისაზღვრა. პარალელურად სურვილის შემთხვევაში პირველ კლასში დარეგისტრირებას ის ბავშვები შეძლებენ, რომლებსაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ. წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა. ასევე რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე. როგორც ცნობილია, 10 მარტიდან უკვე გამოცხადდება პირველ კლასელთა რეგისტრაცია. ეს არის 4 ეტაპიანი ძირითადად. პირველი ეტაპი დაიწყება 10 მარტს და ამ პირველ ეტაპზე დარეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები, რომელთა რეგისტრაცია გაგრძელდება 21 მარტის ჩათვლით. მეორე ეტაპი უკვე დაიწყება 2 მაისიდან 20 მაისის ჩათვლით და ეს მეორე ეტაპი განკუთვნილია უკვე იმ მოსწავლეებისთვის, რომელთა და-ძმა სწავლობს სკოლაში, ან თუ თანამშრომლის შვილი აქვს სკოლის მასწავლებისა, ან თუ 2 შვილი შეყავს პირველ კლასში ოჯახიდან შედიან. ეს შეიძლება იყოს ტყუპები, შეიძლება იყოს დედმამის შვილები და ასე შემდეგ. აი ამ მეორე ეტაპის დამთავრების შემდეგ უკვე იწყება საყოველთაო რეგისტრაცია. საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყება 22 მაისს და გასტანს 17 ივნისამდე და აქ უკვე ნებისმიერს შესაძლებლობა ექნება დარეგისტრირდეს პირველ კლასში და აქვე გამორჩა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ პირველ კლასში უფლება აქვს დარეგისტრირებისას სურვილის შემთხვევაში იმ მშობელს, რომლის შვილისაც უსრულდება 31 დეკემბერს 6 წელი. აი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აუცილებელი, რომელიც სიახლე არის უკვე წლის ბოლომდე 31 დეკემბრის ჩათვლით შესაძლებელი იქნება უკვე დარეგისტრირდნენ. თუ ყოველ შემთხვევაში ვერ მოასწრეს დაუშვათ რეგისტრაცია მშობლებმა რაღაც მიზეზი იქნება, ამის შემდეგ უკვე არის შემდეგი უკვე ბოლო ეტაპი, ეს იქნება უკვე ივნისის თვეში დაიწყება და იმ ვაკანსია რომელ სკოლაშიც იქნება ვაკანტური ადგილები, იქ შესაძლებელი იქნება მშობელს დაარეგისტრიროს თავისი შვილი. აი ამ პროცედურის დამთავრების შემდეგ ხდება უკვე წარდგენა საბუთებისა. საბუთების წარდგენაც არ არის ისეთი რთული, აქ არის განცხადება სკოლის სახელზე და პირადობის ან დაბადების მოწმობის ასლი ჩვენი ბავშვისა და შესაბამისად შესაძლებელია სკოლამ თავისი დამატებით კიდევ მოითხოვს რაიმე